მეორედ საქართველოში ცნობილი ესპანელი ტენორი ამჯერად ქუთაისელი პუბლიკის წინაშე წარდგება. მომღერალი ისიც მისი საიუბილეო მსოფლიო ფინალური ტურის ერთ-ერთი ქალაქია. ჩეკინ ჯორჯიას მეოთხე და ბოლო მეგავარსკვლავი ხვალ ჩამოფრინდება. ესეთი იშვიათი მოვლენაა, რომელიც საუკუნეში შეიძლება ერთხელ მოხდეს. საოპერო ხელოვნების მოყვარულთათვის აღწერილი ოცნება ხოსე კარერასის ნახვაც და მოსმენაც. ბედნიერები ვართ ქუთაისლები, რომ მოგვეცა პატივი და საშუალება იმისი, რომ ამ უდიდეს ვარსკვლავს, მსოფლიო დონის ტენორს მოусვინოთ. ბედნიერია ჩვენი ქალაქი, ხარობს ყველა, მოუთმენლად ველით იმ დღეს, იმ წუთებს, იმ წამებს, როცა ეს დადგება ეს დრო და ჩვენ ვისიამოვნებთ აი ამ დიდი ხელოვანის სმენით და ხილით. ხოსე კარერასი მეოთხე დიდი ვარსკვლავია, რომელიც წელს საქართველოში დაჩექინდება და ამას ის ქუთაისში გააკეთებს. თეატრის წინ ქალაქის მთავარ მოედანზე 18 ივნისისთვის უკვე ემზადებიან. ორკესტრი კი ემზადება თბილისში, ჯერ კიდევ სოლისტის გარეშე, თუმცა დღეს უკვე იმ მაესტროს ხელმძღვანელობით, რომელიც ბოლო 20 წელია კარერასის კონცერტებზე სადირიჟორო პულტთან ხშირად დგას. ოპერის მოყვარულები და რიგითი ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ ხოსე კარერასის ნახვა უნდათ, რადგან ის ლეგენდაა. ჩვენ სხვადასხვა ტიპის მსმენელი გვეყოლება, ამიტომ პოპულარული პროგრამა მოვამზადებ, მუსიკარითაც ყველა ისიამოვნებს. კატალონიელი ტენორი უკვე კარგად ცნობილი იყო თავისი ბრწყინვალე გამოსვლებით, განსაკუთრებით ვერდისა და პუჩინის ოპერებში. მას უკვე 60-მდე პარტია ჰქონდა შესრულებული და თავადაც არ ფიქრობდა, რომ მთავარი ჯერ კიდევ წინ ჰქონდა. ეს სამი ტენორის პროექტი აღმოჩნდა, რომელიც მან ლუჩანო პავაროტისთან და პლაშიდო დომინგოსთან ერთად 1990 წელს დაიწყო. მაესტრო დავით ხიმენის კარერასი, ხოსე კარერასის დიშვილი მომღერალს პროფესიულად დაუკავშირდა პირველი ასეთი გამოსვლის შემდეგ, რომელსაც ის ნამდვილ აფეთქებას უწოდებს. იმ მომენტიდან მოყოლებული სამივე მათგანმა გადაკვეთა საზღვარი საოპერო აუდიტორიასა და მასობრივ პუბლიკას შორის. ხოსე კარერასი უკვე როგორც პოპ ვარსკვლავი პირველად საქართველოში 7 წლის წინ ჩამოვიდა. ახალი წლის დადგომა თავის ფანებს მან ბათუმიდან მიულოცა. ესპანელი ვარსკვლავისთვის მაშინაც თბილისის სიმფონიური ორკესტრი უკრავდა. სადირიჟორო პულტთან კი ვახტანგ კახიძე იდგა. ქუთაისი ცოტა დაჩაგრული არის ხოლმე. რაღაცა ესეთი არკა არის თბილისი, ბათუმი, ყველაფერი ამ ორ ქალაქში ხდებოდა. ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქუთაისი არის ჩვენი აკვანი კულტურის და იქიდან მოდის ყველაფერი და მე ძალიან მიხარია, რომ ქუთაისში შედგება ეს კონცერტი. ხოსე კარერასმა რამდენიმე დუეტის შესრულება რომელიმე ქართველ სოპრანოსთან ერთად ისურვა. ვახტანგ კახიძის რეკომენდაციით მას პარტნიორობას თბილისის ოპერის სოლისტი სალომე ჯიქია გაუწევს. ჯერ ვერ დავიჯერე ხოსე კარერასთან და იმღერო ივნისში მეუბნება და მე რაღაც ჯერ იყო შოკი, რომ წამოვედი უკვე მისგან, მე გავიაზრე უკაცრავად ჩემთან ხდება. ეს არის ლეგენდა, რომ მას ეთაყვანებოდი ბავშვობიდან და უცებ ჩვენი დღეს იღვიძებ და ხვდები, რომ მასთან ერთად იდგები სცენაზე. ცნობილი საოპერო არიები, სიმღერები ოპერეტებიდან და ბროდვეის მიუზიკლებიდან. 70 წლის არტისტი სასცენო ხელოვნებას ამ პროგრამით ემშვიდობება. ქუთაისის კონცერტი კი მისი დასამშვიდობებელი ტურნეს ერთი გაჩერებაა.